მეგობრებო, იმდენი ადამიანი მწერდა მეკითხებით ერთსა და იმავე პრობლემაზე, რომ გადავწყვიტე საჯაროდ აგიხსნათ რა ხდება. წარმოიდგინეთ რეალობა, 6 თვიანი ეგრეთ წოდებული ლიშენი მოიხადეთ, მიხვედით მომსახურების სააგენტოში და პრავის ნაცვლად რაღაც დინამიური ნარკოლოგიური ცნობა მოხთხოვეს. მოდით ვნახოთ რა ხაფანგში ხართ და როგორ უნდა გამოხვიდეთ აქედან. ბევრი ფიქრობს, რომ ვადის გასვლა ავტომატურად ნიშნავს საჭესთან დაბრუნებას, მაგრამ რეალობა სამწუხაროდ სულ სხვაა. დარწმუნებული ვარ, ეს ისტორია გაგიგიათ ან რაც უფრო ცუდია, ახლა საკუთარ თავზე გამოცდით. იხდით სასჯელს, ითვლით დღეებს, თვეებს, მიდიხართ სააგენტოში იმედიანად და ბაც გეუბნებიან, რომ ეგრე მარტივად ვერ დაიბრუნებთ. ეს დინამიური ცნობის მოთხოვნა კი პრაქტიკაში იმას ნიშნავს, რომ თქვენი მოლოდინი კიდევ თვეებით ან თუნდაც მთელი წლით იწელება. ხოდა, აქ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა. რატომ იქცება მოხდილი 6 თვიანი სასჯელი უცებ მრავალწლიან ტანჯვად? რატომ არ გაძლევენ პირდაპირ თქვენს კუთვნილ პრავას? მოდით ზუსტად გავერკვეთ ამ მექანიზმში და ვნახოთ რა წერია რეალურად კანონში. დავიწყოთ პირველი ნაწილით. თვითონ ხაფანგი, ანუ გავარკვიოთ რატომ ვერ იბრუნებთ პრავას რეალურად. მოკლედ, აი რა ხდება. შესაეს ნომერ 17 ბრძანების მიხედვით, თუ მართვის უფლება ნარკოტიკის მოხმარების გამო ჩამოგერთვათ, ჩვეულებრივი ფსიქო ნამდვილად აღარ გიშველით. კანონი პირდაპირ ითხოვს სიღრმისეულ დასკვნას სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებიდან, ანუ უბრალოდ დროის გასვლა არაფერს ნიშნავს, თქვენ სახელმწიფოს უნდა დაუმტკიცოთ, რომ მართლაც სუფთა ხართ. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. რა არის ეს დინამიური მონიტორინგი და როგორ კეთდება ის? და გაიგოთ, რომ ეს დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევა არ არის რაღაც მარტივი პროცედურა. მიხვედი, ჩააბარე და წამოხვედი. არა, სად მიდიხართ? უნდა მიაკითხოთ სამხარაულის ექსპერტიზას. და რა ხდება იქ? გაგიყვანენ დინამიურ მონიტორინგზე. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდულობით უნდა იაროთ და აბაროთ ტესტები, რათა უდავოდ დაამტკიცოთ, რომ ორგანიზმში არანაირი ნივთიერება აღარ გაქვთ. და რა გჭირდებათ საბოლოოდ? ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აიღოთ აუცილებელი ფორმა ნომერი 100-10 და ექსპერტიზის დადებითი დასკვნა. გზა ასეთია. სასჯელი მთავრდება, რეგისტრირდებით სამხარაულში, იწყებთ ამ დაუსრულებელ პერიოდულ ტესტირებებს და ბოლოს წესით იღებთ ცნობას. ჟღერს მარტივად ხომ, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. მესამე ნაწილი, სამხარაულის ექსპერტიზა და ვადები. შევხედოთ რეალურ ქრონომეტრაჟს. აი, აქ იწყება ნამდვილი კოშმარი. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობაა. ერთ მხარესაა ფიქსირებული მკაცრი 6 თვიანი სასჯელი, რომელიც უკვე მოიხადეთ, მეორე მხარეს კი სახელმწიფო ბიუროკრატია და ხშირად 1 წლამდე გაწელილი მონიტორინგი. ტესტებს შორის ინტერვალები და პასუხების ლოდინი იმდენ დროს მიაქვს, რომ წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ. და ამ ყველაფერს ემატება ერთი ძალიან ვერაგული დეტალი. რიცხვი 20. კანონით, თუ თქვენი ჯანმრთელობის ცნობის გაცემიდან სააგენტოში წარდგენამდე 30 კალენდარული დღე გავიდა. ეგაა. საბუთი პირდაპირ უქმდება. თვეები წვალობდით, ტესტებს აბარებდით, რიგებში იდექით და თუ 31 დღეს მიხვედით სააგენტოში, ყველაფერს